2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ნაკრების წევრმა მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა ერთ-ერთი დაშვების დროს მართვა დაკარგა და დაახლოებით 145 კმ/სთ-ის სიჩქარით ტრასის ბორტ შეეჯახა. ციგიდან ამოვარდა და შემდეგ რკინის კონსტრუქციას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა. წავიდა არაფერი თქვა ჩემთვის და მე დამირეკა ვანკუვერიდან. მამა იცოდა რომ მესმოდა სპორტი და მამა ესა და ეს ვირაჟია ძალიან რთული გასასვლელიო და რა ვქნა რას მიჩევა. მე ვთხარი ნოდარი დაატორმუზა არ გარისკო. ტორმუზი ნიშნავს და მოხუჭება ნიშნავს ნელების სტარტის ყრა და მუხლების დაკრა ძირს. მე ციგას ვეღარ გააშენებ, გიმუხლები დავყაროთ. ის რა აიკრიფავს სისწრაფეს, ძალიან სწრაფად მიდის. ნოდარის რომ ვთხარი ეს დაატორმუზა ნოდარი არ გარისკო. გამიდი შატელეფონი და ის პერე მოხდესამა. აქ დასატორმუზებლად ჩამოვიდიო მამა ხო მომაკონდა. დასატორმუზებლად ხო არ ჩამოვიდიო და გასცემ. ეს სიტყვები 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან მამასთან უკანასკნელი სატელეფონო საუბრისას წარმოთქვა. არადა რომ დაემუხრუჭებინა, დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვიქნებოდით. მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა ის, რაც თავიდანვე ჩაიფიქრა და ამ ჩანაფიქრს შეეწირა. თუმცა ვინ იცის მისმა ამ ქმედებამ რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ქუმარიტაშვილებისთვის სპორტის საციგაო სახეობა უცხო არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს რომ დავით ქუმარიტაშვილი თავად ვეტერანი მოციგავე და საბჭოთა კავშირის პირველობების არაერთ გზის გამარჯვებული და პრიზიორი იყო. ამიტომ ბავშვობაში მამისგან მოსმენილმა ისტორიებმა ნოდარზე დიდი გავლენა ადრეული ასაკიდანვე მოახდინა. ნოდარი პატარავიდანვე ჩვენ ცხოვრობ ცოტა შეღმართ ეს ადგილი. სუციგიც რეალება, ეს საბავშვო ციგები სახში ძლივ შემოყვანდა, რომ ამ საჭმელი გვეჭმია, არა ციგა და ციგა მაინც. რომ უყვებოდი ეს ჩვენ საციგაო სპორტი სამოშვეხო ტრას არ ქონა და რაღაცნაირად გულში ჩაუვარდა ეს სპორტი, საციგაო სპორტი. ფელიქს ქუმარიტაშვილმა მწვრთნელმა 2003 წელს აიყვანა გერმანიაში სწავლენ პირველად. და იქიდან დაიწყო მისი საციგაო სპორტის მოღვაწეობა. თანდათან აუმჯობესებდა ეტაპებზე, მსოფლიო ეტაპებზე, პატარებში ჰქონდა მიღებული შეჯიბრებები, გამოსვლები. ისინი მიეჯაჭვა ამ საციგაო სპორტს. ნოდარ ქუმარიტაშვილის კარიერა ეტაპობრივად ვითარდებოდა. შესაბამისად საქმისადმი მისი დამოკიდებულებიდან და მიდგომიდან გამომდინარე, საფეხურ უმჯობესდებოდა მის მიერ ნაჩვენების შედეგებიც. ამ პატარა და პერსპექტიული სპორტსმენის აღმავლობისკენ მიმავალი გზა კი უკვე იქიდანვე იძლეოდა ლოგიკურ საფუძველს იმისა, რომ მალე ქართველი მოციგავე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდოდა. ერთი ეს ციგე გაინტერესებდა და აბოდებდა ამ ციგებზე რა. მე წამოიზარდა ბევრი ეტაპზე მსოფლიოს ჰქონდა მიღებული, ოლიმპიადაც მე აღმოვდებოდა. ერთი სული ქონდა ოლიმპიადაზე გამოსვლის. ერთი აპანადებდა. ნაჩვენების შედეგებიდან გამომდინარე ქუმარიტაშვილს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება არ გასჭირვებია და მისი ოცნებაც ახდა. ქართული დელეგაცია ვანკუვერში გაემგზავრა, სადაც ყველაფერი კარგად და გეგმის მიხედვით მიდიოდა. საგანგაშოც არაფერი ჩანდა იქამდე, სანამ ქუმარიტაშვილმა ვანკუვერის საციგაო ტრასა არ მოსინჯა. ყველაზე მეტ სისწრაფეს იკრიფავდა ეგ ვირაჟი. მოკლე ვირაჟი გამოვიდათ, არ გააკეთეს ჟოლობს ეძახია ვირაჟს. თუ სპორტსმენმა შეცდომა დაუშვა, იმ ჟოლობს ეცემა პირდაპირ და აგდებს ყინულში, იქვე ვარდება, ამ ფეხს მოიდეხავს ახეს რა, მაგრამ მაგ ვირაჟში აფრთხილებდა ხელმძღვანელობას იქ, რომ აქ ვიღაც დაიტოვა, ვიღაც დაიგუება რაღაცა, მაგრამ ვეღარ ასწრებდნენ და გარისკეს და ნოდარი მოკლა ამ იმაში, აფახში. იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა უარი თქვა გამოსვლაზე, ოლიმპიადაზე
და იმ ღამესვე დაწიეს სტარტი ჩატარდა 150 მეტრი დაბლიდან და მაინც იმდროებენ. ტელეფონითაც ამერიკა საერთოდ სუფიქრებში ვიყავი, როგორ გაძლება იმ ვირაში, როგორ გამოდა. წინასწარი გრძნობდი რაღაცას, არ ვიცი რა იყო. ეხლა დავუპასალობდი, არ ვფიქრობდი, არ ვერ გრძნობდი, მაგრამ დამტვრევას რაღაცა გრძნობდი რა, რაღაცა მოხდებოდა ეს. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტი ისრების გადატანას გარდაცვლილი ქართველი სპორტსმენის მისამართი ცდილობდა და მის გამოუცდელობაზე საუბრობდა. მაშინ, როცა კუმარიტაშვილს მსოფლიოს არაერთ ეტაპზე მონაწილეობაც უკვე მიღებული და დაგროვილი გამოცდილებაც შესაბამისი ჰქონდა. ამასთან მოუხდარ ტრაგედიამდე იმავე ტრასაზე და იმავე მოსახვევში სიკვდილს ძლივს გადაურჩა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იტალიელი არმინ სოგელერი, რომელმაც მართვა დაკარგა ციგიდან გადმოვარდა და ზურგზე 200 მეტრი ესრიალა. ასევე სიკვდილს გადაურჩა რუმინელი ვიოლეტა სტრამატურარო, რომელმაც ასევე მართვა დაკარგა, ტვინის შერყევა მიიღო და ოლიმპიური თამაშებიდან ჩაეხსნა. წესით ეს ფაქტები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ საორგანიზაციო კომიტეტს შესაბამისი ზომები დროულად მიეღო და ტრასის უსაფრთხოებაზე მეტი ეზრონა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და ეს უსაფრთხოების ნორმების დაცვისადმი ზერელე დამოკიდებულება და იმით გამართლებული ზედმეტი რისკის გამოვლინება იყო, რომ თითქოს ტრაგიკული საშიშროების არანაირი საფრთხე და წინაპირობა არ არსებობდა. არადა ეს იყო გაუმართლებელი რისკი, რომლის ახსნაც მალევე მოიძებნა. დროის სიმცირე, რადგან ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე აღარაფერი რჩებოდა და დროის ამ მოკლე მონაკვეთში ვერანაირად ვერ მოხდებოდა იმ ტრაგიკული მოსახვევის გამოსწორება. საბოლოო ჯამში კი ადამიანებს, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას გარდაცვლილი კუმარიტაშვილის გამოუცდელობას აბრალებდნენ, საკუთარი ბრალეულობის აღიარება მოუწიათ და დასკვნაც დაიდო, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ნოდარ კუმარიტაშვილის გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი ის მკვლელი მოსახვევი იყო, სადაც ქართველმა მოციგავემ საბედისწერო შესვლა განახორციელა. რო ყოფილიყო ან გრძელი ვირაჟი, რაღაც არასწორი ვირაჟი გამოვიდა. მე ექსპერტი აბრალდნენ ნოდარის ვითომ იქ კანადის საერთაშორისო გეუბნებით, ვითომ გამოუცდელი იყო ნოდარის, და რა გამოუცდელი იყო ამდენი წლები ეტაპებზე მსოფლიოებზე ქონდა გამოსვლები, როგორ იყო ის. მე აღიარეს ბოლოს და ბოლოს ჩამოვიდა დელეგაცია, აგის სურათებშიც არის დელეგაცია და აღიარეს რომ ჩვენი ბრალი იყო ტრასტიკალი. იმ დღეს, რომ კუმარიტაშვილს მამის სიტყვებისთვის დაეჯერებინა და იმ საბედისწერო მოსახვევში შესვლისას დაემუხრუჭებინა, ტრაგედია თავიდან აცილებული იქნებოდა და დღეს ყველა სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდით. ნოდარს საშეჯიბრო სტარტი იდეალური ჰქონდა. დაშვების პროცესში სისწრაფეც ისეთი განავითარა, რომ ყველა სხვა დანარჩენ მეტოქეს თუ ფინიშზე არ მოუგებდა, მძაფრ კონკურენციაში აუცილებლად შევიდოდა. ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ კუმარიტაშვილის საათში დაახლოებით 145 კილომეტრის სიჩქარით მიმავალი ციგა ტრასის იმ მონაკვეთს არ მიუახლოვდა, სადაც ხელოვნური ყინულის დნობის საწინააღმდეგო მზის დამცავი თაღისებრი კონსტრუქცია იყო აღმართული. ეხლაც ვფიქრობ დღემდე ის იმ ვირაჟში ჩამოაფარეს ტენდებს აფარებენ, რომ ყინული არ გადდეს, ეს რომ ხელოვნური ყინულია. და ოლიმპიადის და მსოფლიოს და შეჯიბრის დროს ტენდები იხსნება საერთოდ. და მაინც იმ ვირაჟში ჩამოაფარეს, რომ მე ჩემს გეუბნებით მე. რომ მაყურებელი ხო უყურებდა და იმდროებოდეს უკვე, მარტო ნოდარი არა, მანამდე იმდროებოდა და ჩამოაფარეს ეს ტენდი. და ნოდარის შესვლა ქონდა ძალიან იდეალური იმ ვირაჟში. მე ხო უყურებდი მე. იდეალური და ჩანს გამოფრენა, ნოდარის მე ციგა ცალკე მიფრინავს, ნოდარი ცალკე ბეტონს ეჯახება და შუა ადგილას რა მოხდა, შუა წერაში საერთოდ. ტრაგედიის ამსახველ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტრასის ამ მონაკვეთის დაფარვას და თაღის ქვეშ შესვლას ქართველი მოციგავე ყოველგვარი პრობლემის გარეშე ზუსტად ისე აუღელვებლად აკეთებს, როგორც დაფარა იქამდე არსებული დისტანცია. ვიდეო კამერების აღჭურვის გარეშე დარჩენილი ამ მცირე დაახლოებით 2-3 წამიანი მონაკვეთის ბოლო მოსახვევის გავლის შემდეგ კამერების არეალში მოხვედრისთანავე ნათლად ჩანს, რომ ნოდარი წონასწორობას კარგავს. მაღალ სიჩქარეზე დაშვებისას კუმარიტაშვილი ციგი ტრასის კედელს ეჯახება. დარტყმის სიძლიერიდან გამომდინარე ციგას წყდება და შემდეგ უკვე საპირისპირო მხარეს არსებულ რკინის კონსტრუქციას ეჯახება.
რა მოხდა ტრასის იმ 2-3 წამიან მონაკვეთში, რომელიც კამერებს დაფიქსირებული არ აქვთ, დღემდე ამოუცნობია და ამ კითხვას პასუხს ალბათ ვერავინ ვერასოდეს გასცემს. გამოფრენა ნოდარის ცალკე, ციგის ცალკე გაფრენა ეგეთი რამე დავბერდი მაგს სპორტში ისტორიაში არ მახსოვს ეგეთი რაღაც. ყველაზე მეცი სტრაფის მაგვირაში არ მითარებდი, მოსახვევი იყო და მე გრძელი ვირაჟი იყო, შემოსასვლი და ფინიში იყო. ამთავრებდა ტრასს დაშებას. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. გლოვობდა ყველა, ვინც კი ნოდარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაიგო. განსაკუთრებით გლოვობდა საქართველო და მისი მშობლიური ბაკურიანი. ეს უკვე მომხდარი იყო და მთელი ბაკურიანი იყო ჩემეზოში, რამე ყიმა იყო მასიცივე. ხო და ვერ ამბედადა შემოსვლა სახში, ნუ ეხატრებოდა რა ვიცი და შემოუშვეს ექიმები მე. ორი ექიმი შემოვიდა და გაქშოლა მიყო. და წამოდექი მაშინ რომ დავინახეს ექიმები, ეგრევე მიგრძნობმა მივხვდი ეგრევე. და მე რაღაც მახსოვს რა მოხდა. Я могла дрелда, მე და ჩემი მეუღლის. სმარტონი ქართუნა ჩემი სახში. მივხვდი ეგრევე ექიმები შემოვიდა, ვიფიქრე მეუღლე ავათარ არის, არავინ ამაყავს თუმარი, რომ ექიმები რატომ შემოვიდა შუამავე, ეგრევე ვიფიქრე. რაღაცა ცუდიან მოვიხო. გარდაცვლილი ნოდარის ჩამოსვენებამდე ბაკურიანში ქუმარიტაშვილების სახლში უჩვეულო რამ მოხდა, რაც ოჯახის წევრების მეხსიერებაში მუდამ ამოუხსნელ, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. სანამ ნოდარის ჩამოასვენებდნენ, ორი მტრედი, ესე იგი, მე კიდე ერთხელ გეტყვით, ჩემო მასში ერთად მტრედი, იშვიათად გადავფრენია მტრედებს. ეხლა ყველა სამძიმარში შემოდიოდა დოდო, ჩემი მეუღლე, თავის დღეს იცი, წარმოგიდგენთ როგორ იქნებოდა. კაპუნი გვესმის პანჯარაში, გავიხდე მტრედი, მოთეთრო ფერის, ნოდარისკერა იყო. და კაპუნა გაუღო ერთ აღარ მახსოვს ნოდარის მეგობარი პრობილაც. გაუღო ჩამოხდა ეს მტრედი, მოვიდა და მაგიდან ქონდა იქ რაღაც ხილი იყო თუ ეჩე არ ნამსვლელი. საკმარისად ბევრი ბიჭები იყვნენ, ჩემ გვერდზე იჯდნენ, დოდო ცალკე იჯდა და ეს მტრედი მივიდა, ჯერ დოდოს აახდა ფეხზე, მე მხარზე დაახდა, მერე ჩემსკენ წამოვიდა, პირადად იმ მაგაზე ვარ გაბურებული. მერე მუხტია უმახდა, მაგიდაზე ახდა. მერე ბიჭებმა ფული დაუყარეს, ძირსის აკენკა. დაიარა ოთახები, ხა პირველ სართულზე სამი ოთახი, მაგ ზალამად. ყველა ოთახი კუთხე დაათვალიერა თვითონ. მივიდა ისინი პანჯარასთან, გაუგეს ბიჭებმა გაფრინდება. ყოველდღე ხდებოდა სანამ ნოდარი ჩამოასვენებდნენ. 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში დატრიალებული საშინელი ტრაგედიისას ნოდარ ქუმარიტაშვილი 21 წლის იყო. იმ დღეს ყველგან დაისადგურა ტკივილითა და თანაგრძნობით გაჟღენთილმა სიჩუმე. ოლიმპიურ ქალაქზე კი შავი ჩრდილი ჩამოწვა. ოლიმპიადის გახსნისას სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. საქართველოს დელეგაცია შავი სამკლაურებითა და შავი ყელსაბამებით გამოვიდა. შავი ლენტი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო დროშას. თითქმის ყველა მონაწილემ იასპარეზა ჩაფხუტზე მიმაგრებული პატარა შავი ლენტით. ეს იყო ოლიმპიელების მხრიდან უსიტყვო და ძალიან გულწრფელი თანაგრძნობა ამ პატარა ბაკურიანელი ბიჭის მიმართ. თანაგრძნობა, რომელიც დღესაც გრძელდება. მემორიალი გააკეთეს ნოდარისთვის, აგერ წარწერაც არის დაბლა. და ყოველთვის მიდიან უცხოელები, ეხლა იქ ვინ ცხოვრობს კანადაში და ვისთვის ჩვენი ქართველები, ემიგრანტები, ისინი გვიკავშირდებიან და გვიყვებიან. რიგი დგას, ესე იგი, ამ მემორიალთან იმდენი ხალხი მიდის, თურმე სანტებს რომ ზღვაველები მიექ. ხო და ძალიან დიდი დაფასება ეს ჩვენთვის და ოჯახისთვის, ნოდარისთვის. ეს თხილამურები დრო ჩამოდიოდა და თავის თხილამურები, თავის ბათინკები, დრო რო ქონდა სრიალები და ძალიან კარგად დადიოდა თხილამურებში გაგარად. და ეს სურათები მოგეხსენებათ ლევან გურეშიძეს მან იყო მაშინ ნოდარის ერთად და შუაში ფელიქს ქუმარიტაშვილი დაიღუპა ეს მწუხნელი ნოდარის. ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება იყო ტრაგედია არა მხოლოდ ქართველებისთვის და ბაკურიანელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო სპორტული სამყაროსთვის. ამ პატარა ბიჭმა მიუხედავად თავისი ასაკისა, უსაზღვრო სიყვარული დატოვა.
20 თებერვალს კი სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანში, იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.